პირველი პრეზიდენტის შვილები ბატონი ცოდნა და ბატონი კონსტანტინე გამსახურდები გახლავენ ჩვენი სტუმრები და ისინი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ მათი ძირითადი მოთხოვნა არის პროკურატურისაგან პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების ვადის გაგრძელება და მე ვთვლი რომ მართა დაუშვებელი არის ამ საქმის შეწყვეტა და მადლობა თქვენ რომ დამთანხმდით თან მე მინდა იცოდეთ რომ შიმშილობა პირველი 3 და მე თუ გითხრათ პირველი 5-6 დღეა ყველაზე საშინელება და არ ვიცი აი როგორ უძლებთ ესეთ იმას რიცხვსა და რა ხდება საერთოდ ამ საბჭოთა პროკურატურაში გაქვთ თუ არა იმედი მათგან რომ რაიმე კომპრომისული ნაბიჯზე აწამოვიდნენ მოდით ამის გარშემო ვისაუბროთ თავისუფლად და არ დაგიმალავთ ორივე საინტერესო ადამიანები ბრძანდებით და თქვენი ხედვა და თქვენი ახმა რეალობისა რაშიც ვართ დღეს საქართველოში მადლობა ორივეს და თქვენ გადაწყვეტეთ ვინ დაიწყებს ამ თემაზე საუბარს მე მართლა არ ვიცოდი ხალხო რომ აი ეს რაღაც 25 წლიანი ლიმიტი არის გამოძიებისა სხვათა შორის ჩვენც ამაზე არ გვიფიქრია 25 წლიანი ლიმიტი ჩემთვის პირადად აი ცნობიერებაში ამოტივტივდა დაახლოებით ნახევარი წლის წინ პირველად მაშინ მოვკარი თვალი მაგრამ რამდენიმე ინტერპრეტაცია იყო რომ თითქოს გადაკვალიფიცირებიდან აითვლება თითქოს გამოძიების დაწყებიდან აითვლება ძალიან ბევრი ის იყო ინტერპრეტაცია საბოლოო ჯამში შევჯერდით იმაზე რომ აი ახლა ზუსტად 31 დეკემბერს დაასრულდება აი ეს ვადა. ეხლა რა მინდა თქვა, ზოგადად სახელმწიფოს აქვს ხილული ხელები, ხო? არაერთი ხელი აქვს სახელმწიფოს, განსაკუთრებით აი ძალოვან სექტორს რაც შეეხება სამინისტროები ეს პრინციპში სახელმწიფოს ხელი არის კიდე უხილავი ხელიც. ეს არის ადამ სმითის უხილავი ხელის მსგავსი, ოღონდ რა თქმა უნდა ეს სხვა უხილავი ხელია, ეს არის ასე ვთქვათ მე ვიტყოდი გარეწრობის უხილავი ხელი არსებობს და ეს არ ვიცი არიან სახელმწიფოები რომელთაც ასეთი უხილავი ხელი გააჩნია ეს არის ყოველივე მანკიერის გვინდა რაღაც არის შეკრებილი რა თქმა უნდა ეს არის შეკრებილი ყველანაირი მანკიერება ყველანაირი ასე ვთქვათ სიბინძურე ყველანაირი წარმოუდგენელი მორალური ასე ვთქვათ დაცემები ხო და ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ისტორიას უაღლეს ისტორიას 1992 წლიდან დღემდე ჩვენ ძალიან ბევრ ასეთ ამბავს ნახავთ რომელიც არის გამოუძიებელი რომელზეც პასუხები გაცემული არ არის ახლა რაშია ახლა საქმე იცით ეს ისეთი შემთხვევაა სადაც ახლა ასე არ არის საქმე როგორც სხვა შემთხვევებში ჩვენ 2011 წელს როდესაც მე დავასრულე საპარლამენტო კომისიის მუშაობა ჩვენ დავდეთ 370 გვერდიანი დასკვნა ჩვენ ჩავატარეთ კრიმინალისტიკური ანალიზი შევაჯერეთ ეს ყველაფერი იყო დედუქციური ანალიზი გავაკეთეთ შევისწავლეთ ის 9 ტომეული დაუმატეთ 4 ტომეული ჩვენი საკუთარი მოსმენა გამოკითხვები. მოვძებნეთ ისეთი გვარები და სახელები, რომელიც იმ 9 ტომეულში საერთოდ არ ფიგურირებდა. და მივაქციეთ, ნუ რაღაც ისეთ რაღაცებს მივაქციეთ ყურადღება, რასაც ყურადღებას არავინ არ აქცევდა. და აი ეს ყველაფერი გასაოცარ დასკვნად დაიდო იმ გაგებით რომ გასაოცარ რეზულტატი ამოიმართა ჩვენს წინაშე რომ თურმე ეს საქმე არანაირად არ არის გამოძიებული არც არავის არ აწყობს რომ აქ არის საგამოძიებო პროცესის იმიტაცია მაგრამ ეს გასაგები იყო შევარდნაძის დროს ხო 1994 წლიდან 2020 წლამდე. გასაგებია აქ გარკვეული ლოგიკა ამას ყველაფერს მიუდგება. გაუგებარია ჩემთვის რატომ 2004 წლიდან 2012 წლამდე არა წესით და ყველანაირი ლოგიკით ну გასაგებია იქ ალბათ იყო რაღაც შეთანხმება ხელისუფლების გადაბარება რომ მოხდა 2004 წელს შეთანხმება იმაში მდგომარეობდა რომ ხელი არ მახლოთ მე ვიქნები ჩემს ასე ვთქვათ ჩემ მოხუცებულობას განვლევ იქ და მე არ დამიბარონ სასამართლოში მოკლედ და კონკრეტულად ესეა რა არ გვინდა ეხლა რაც ეს იყო ეს იქნებოდა აუცილებლად ესე იქნებოდა დიახ მე ვაში ეს არ მეპარება ხო ნუ აბა ახლა ისე ვინ გადაგაბარებს არა ხელისუფლებას ჯარი გამოყვანილი ყავს ისა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოყვანილი ყავს აი შემდეგი პერიოდი ხო აქ უკვე ისეთი რაღაცა უღრანები ჩნდება უკვე და რომ აი აქ უკვე საფიქრალია რომ არის გარკვეული ინტერესები სხვათა შორის არის რეფორმატორული ხელისუფლება იყო ყველა ლოგიკით მას უნდა ბოლომდე მieყვანა ეს საქმე კი კომისია შექმნა ძალიან კარგი იქნა ეს ნაბიჯი გადადგა მაგრამ მეორე ნაბიჯი უკვე რაც გულისხმობდა იმას
ჩვენ გადავიტანეთ ბურთი მოწინააღმდეგის მოედანზე. და მოწინააღმდეგენ ბურთიც რა უქნა? ბურთი შემოდოთ აროზე, არ ითამაშა ბურთი, გამიგეთ? აი ეს რაღაც მოხდა, ხო? დაამუხრუჭეს. აი აქ ზუსტად თქვენ შეკითხვა, ვინ გააჩერა გამოძიება, ვინ გააჩერა და აი მუხილავმა ხელმა, რომელიც არის ყველა ამ მანკიერებების შემნახველი და ეს არის უხილავი ხელის სპეცსამსახურული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური, ძალაუფლებრივი პოლიტიკური კონსტელაციების. ეს დამოუკიდებელია ერთი კონკრეტული ადამიანისგან და ამავე დროს მათზე არის დამოუკიდებული. ისინი განსაზღვრავენ მას. ეხლა მაგალითად რომ მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა ეს საქმე გაიხსნება, ეჭვიც არ მეპარება. 100% თუ გინდა დავნიზლავდეთ ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეს გახსნით რომ მოინდომოს. აი რომ თქვას რომ აუცილებლად ეხლა თუ არ დაიწყებთ მუშაობას, გაგაძრობთ ტყავსა რა. აჩვენის ფინანს მაგრამ კონსტანტინე მე ვეკორობ რომ აი მაჩალეკაშვილის საქმე იგივე აი ამ ზაზას არ არის. იცით მათ ეშინიათ. ხო შეიძლება გახსნა მაგრამ აი ეს სუბელიანის ნაირი ადამიანები სახელმწიფო სისტემაში არა საჭირო პატრონები თუ ჩანჩიკები არიან და ამას უფრთხილდებიან. აზროვნებითი შეცდომა, რომელსაც უშვებენ ხელისუფლებები. აზროვნებითი შეცდომა იყო სააკაშვილის მხრიდან, როდესაც თქვათ შეიწყალა ის გვირგვლიანის ის 4 მკვლელია რა. აზროვნებითი შეცდომა ამათიც რა თქმა უნდა, ოღონდ მარტო აზროვნებითი შეცდომა არ არის, ეს ერთი ასპექტი აზროვნებითი შეცდომა, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად თავზე ხელს უსვამს. ნუ გასაგებია, მეორე მომენტი არის წმინდა პრაგმატული, ესე თქვა, შეხედულება, რომ ერთმანეთი დაფარონ, cover-up-ი ქვია ამას ამერიკაში, ერთმანეთი დაფარონ, ერთმანეთის მიმართ რაღაცა პროფესიული სოლიდარობის განცდა აქვთ ერთმანეთის მიმართ, ხვდებით? აი ამ დროს ჭეშმარიტება იმალება და სტატინე ფავრიცია და ცოტა თქვენს მინდა ეს შეგეკითხოთ ახლა. რამდენი წელი გავიდა იმიდან, რა ქვია, მეორე მსოფლიო ომიდან. ის არის სახელმწიფო სანამდე შეიძლება და სანამდე არსებობენ ყველას მიადევნეს და დაიჭირეს ძალიან ბევრი. იქ ეს ასაკობრივი რაღაცა არ ატევს რა. ჩვენთან რატო? ეს არის ერთი წუთით მეშტაპადარა შევიტან. ჩვენი განმავლობით, ესე იგი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე 25 წელი ხანდაზმულობის ვადა. თქვენ რომ ახსენეთ ახლა გერმანიის შემთხვევა. იქ არის ზოგად კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულზე, ამიტომ მას ვადა არ აქვს. თუმცა, აგერ არის ჩვენ გვაქვს თურქეთის მაგალითი, სხვა ქვეყნების მაგალითი, როდესაც გადატრიალების ორგანიზატორებს, ასე ვთქვათ, ერის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვისაც ათანაბრებენ კაცობრიობის. კი, პრაქტიკულად ყოველ შემთხვევაში ასეთი მოკლევადები იქ არ არის. ჩვენს ქვეყანაში ახლა თქვენ გერმანიის მაგალითს დაუბრუნდები მე ისევ. გერმანიის მაგალითი არის ცოტა არ იყოს არაადეკვატური, იმიტომ რომ გერმანიაში არის შემდგარი საზოგადოება, შემდგარი ხალხი, მოდი ასე ვთქვათ. ქვეყანაში სადაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ადანაშაულებს, მსხვერპლს, ადანაშაულებს, დაზარალებულს, ადანაშაულებს იმ, რა ვიცი, წამებით თუ ტყვიით თუ ასე შემდეგ მოკლულს. ესმით თქვენ და ხელსაფარებს ხელისუფლებას იქ ეს 5 კილო კარტოფილისთვის თუ 5 ლარის სწავლებისათვის თუ ასე შემდეგ ესმით იქ სადაც ეს საზოგადოება შემდგარი არ არის რა თქმა უნდა ესეთი ხელისუფლება ვერ იარსებებს ესეთი სამართლებრივად გამართული სისტემა ვერ იარსებებს იმიტომ რომ თავად საზოგადოების დაკვეთაც არ არის ესმით ახლა ჩვენი მანკიერებები ჩვენი ქვეყანა რაოდენ დიდ სიბინძურეზე არის აშენებული ჩვენი უახლესი ისტორია. ოთხმოდ მოდი ძალიან მრავალწახნაგოვანია ეს ყველაფერი და მე ახლა ძალიან გამიჭირდება ამ ყველაფერზე ასე ერთი ხელის მოსმით ერთ სიუჟეტში საუბარი და პასუხი მე უბრალოდ ერთ სამეს გეტყვით. 1992 წლის 6 იანვარს ის კი არ მომხდარა რომ ერთმა ხელისუფალმა მეორე ხელისუფალი ჩაანაცვლა თუნდაც ძალადობრივად. 1992 წელს ქართველმა ხალხმა დაკარგა ძალაუფლება და ქვეყანას დაეპატრონა მაფია. აი ეს არის ყველაზე უფრო მარტივი პასუხი ამაზე. რაც შეეხება ახლა თქვენ და კონსტანტინე რომ საუბრობდით და ეს უხილავი ხელი ეს მე ამას deep states ვეძახდი, deep ჩემი ტერმინი არ გახლავთ ეს პოლიტოლოგიაში არსებობს ეს ტერმინი ეგრეთ წოდებული deep state. ჩვენი deep state არის ისეთივე ყალბი, ისეთივე ბინძური ყველაფრის კადრებელი, როგორიც არის ზოგადად ჩვენი სახელმწიფო. და სამწუხაროდ აი ამ მახინჯ წარმონაქმნში მე არ შემეშინდება და არც ახლა ვიღაცაზე გაბოროტებული და გაბრაზებული არ გახლავართ. ახლა შემეჯიბროს ადეკვატურობაში
ვისაც უნდა, ეს deep state-ი არის, აი ამ ჩვენი, ესე ვთქვათ, ჩვენი უბედურებების შეიძლება ითქვას სათავე. აქ ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის საქციელს, საერთოდ ადამიანს ფასი არ აქვს, გესმით თქვენ? აი ხო ჩვენ რომ შემთხვევები ჩამოვთვალეთ, ეს შეიძლება გაჰყვე წინა ხელისუფლებას, იმის წინა ხელისუფლებას. აი პროკურატურაზე დღეს ვსაუბრობდით სწორედ რა. აი ამ საზარელ, საზიზღარ შენობაში ჯერ აქამდეც მძულდა და დღეს ხომ ორგანულად უჯერედულ დონეზე მძულს შეიძლება ითქვას. გესმით და ამას არ ვმალავ. აი ამ შენობაში დაიგეგმა ალბათ ჩვენი უახლესი ისტორიის დაიგეგმა თუ გაპრავდა. გაპრავების კატურა მეტი არაფერი. აი ყველანაირი სიბინძურე ქონების წართმევა, ადამიანების ყრილობა, ამის დაფარვა, შესაბამისად კომპრომატების შეგროვება. აი ამ შენობაში მიდის ასე ვთქვათ მარხთვის უხილავი საცეცები და ეს ამ შენობიდან იმართება ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილი ასე ვთქვათ. ახლა გლეხი რომ ყანაში მუშაობს და მოსავალი მოხავს, ის შეიძლება ამ შენობაში არ აინტერესებდეს სანამ ის არ იაქტიურებს. მაგრამ ვინც ამ ქვეყანაში ქმნის ამინდს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, ყველა იმართება ამ შენობიდან. ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მე მახსოვს 2012 წელს, რომ მათ ჰქონდათ დიახაც ცდილობა ამის რეფორმირების. ისევე როგორც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის მოვიდა 2003 წელს, დიახ. მან ადეიშვილმა გადაიბარა ბაბილაშვილის და ბალუაშვილის ბინძური მემკვიდრეობა. იმათ ვახტანგ რაზმაძის, გესმით თქვენ? აი ვერავინ ვერ მოერია და ან არ მოერია ამ მონსტრს, გესმით? და აი ბიძინა ივანიშვილზე მე ზუსტად მახსოვს მაგალითად, რომ როდესაც მათ უნდათ ამ სისტემის გამოაშკარავება, რეფორმირება და ერთშვენიერ დღეს არჩილ კბილაშვილმა ასეთი რამ განაცხადა. ისო, ქვეყანაში 333 პროკურორიაო და ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ საერთოდ როგორ შეგვიძლია ეს 333 იურისტი ვნახოთ ამ ქვეყანაში რომ ამ ადგილებზე რაღაც ასეთი ეხლა შეიძლება ფაქსიმილარი აი დაახლოებით ზუსტად ასე დაახლოებით კი არ უბრალოდ თითქმის ასეთი რამ თქვა დიახ ეს ისრული თქვენთანაც თქვა ეს აღარ მახსოვს დიახ და ანუ ესე იგი და გააგრძელებინა იმ დამნაშავე პროკურორებს ისევე როგორც დამნაშავე მოსამართლეებს რომლებმაც მათივე აღიარებით პოლიტიკურ პატიმრებს გამოუტანეს უკანონო პატიმრებს გამოუტანეს განაჩენები ეს ხალხი უვადოდ დანიშნა და დააწინაურა და კიდევ ჩვენ ვართ დამნაშავე ამ ყველაფერში. და აი სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ არაფერი არ გვეშველება, სანამ აი ეს სისტემა არ დაინგრევა და სისტემის დანგრევა რა შემდგომარეობს. ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც უარს იტყვის აი ამ სიბინძურის გამოყენებაზე და ამის მეშვეობით მართვაზე. ცდუნება მესმის რომ ძალიან დიდია, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენი საზოგადოება მომავალი თაობა გაიზრდება აქამდე და ამ შეგნება. რაც შეეხება ახლა უკაცრავად ამ საქმეს რაც შეეხება ჩვენ დავამატებ უბრალოდ რომ ჩვენ არ ვითხოვთ ვადის გაგრძელებას როგორც ასეთი ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას და მკვლელის პასუხისგებაში მიცემას იმ ფიგურანტების რომლებიც მათ ჰყავთ ზღვა მასალა და სამხილი აქვთ ამ ყველაფერზე და ვადა თავისთავად გაგრძელდება ჩვენ ვადის გაგრძელება სხვანაირად ვერანაირად ვერ მოვითხოვთ და კანონის შეცვლა რაღაც ასეთი ზღაპრული არა ვერ მოხდება კანონით ვერ ის კუმედების ძალა კანონს არ ეკნება შეცვალო კანონს ბოდიში რომელიც დაამძიმებს ბრალდებული მდგომარეობას ეს კანონი ამაზე ვერ გავრცელდება ეს ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია გესმით ასე რომ კანონის შეცვლა ეს გამოდის მინიმუმს ითხოვთ ყველაზე მინიმუმს ჩვენ ვითხოვთ სამართალს მეც არაფერს აი ღმერთო და ასეთი საქმე ამ ქვეყანაში არის უამრავი თქვენ წარმოიდგინეთ რა სჭირს იმ ხალხს ვისაც ჩვენსავით რაღაც შესაძლებლობები თუ ტელევიზიაში გამოსვლის საშუალება და უნარი თუ ცნობადობა თუ ასე შემდეგ არ გააჩნია გესმით აი ამ მონსტრის მსხვერპლი მანობა ისა მე მაბათერთ რა გულსფერდადგენები ძალიან საინტერესოებას გავჭერი ისე მინდოდა ისა ცოდნა თქვენთა დისკუსიის გაგრძელება ილიას ბრელობა მინდა გაგახსენოთ უბრალოდ რეკლამაზე გავიდეთ და მოდით რა რაღაცა რასაც კონსტანტინემ დავუდო ესე თქვა სათავე ჩვენთან საუბარში არის რაღაც ისეთები რომლის ესე თქვა სისტემური ცვლილებაც კი მათ უზრაოდ ვერ დაგეთანხმებით სანამ რეკლამაზე გავხვალ არ არის საჭირო ისტორიული პარალელების გავლება. სწორედ ეს უნდათ ამათ, რომ ისტორიულ ჭრილში გადაიტანოთ, გესმით? არ არის საჭირო ეგერ ზაზა სარალიძის შვილის თუ ლევან დადუნაშვილის თუ მაჩალიკაშვილის თუ გირგვლიანის თუ ზვიად გამსახურდიას ახლა მე ქრონოლოგიურად მივდივარ. არ არის საჭირო ამის ისტორიულ ჭრილში გადაყვანა. ეს აქ ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ჩვენი სახელმწიფო რომ შედგეს. მოდი ახლა მე-12 საუკუნეში ნუწავალთ, მაშინ რა საკეთებდა. ხელისუფლება. მადლობა. მოდით აი რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი და ველოდოთ ახლა დაგიბრუნდებით.
გაციებას, გრიპს და ალერგიას თან ახლავს სუნთქვის გაძნელება. ქსილომარინი მოგიხსნით შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს. ქსილომარინი ისუნთქე თავისუფლად. გამყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. გახველებს მიიღე პულმოლანი. პულმოლანი ათხელებს ნახველს და აადვილებს ამოხელებას. პულმოლანი ეფექტური ამოსახველებელი საშუალება ნებისმიერი ასაკისათვის. გამყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ცდილობთ სიმპტომების დამალვას. თავს უხერხულად გრძნობთ. მიიღეთ დიალაგი. დიალაგი ამცირებს ნაწლავებში აირების დაგროვებას და ხსნის მუცლის შებერილობას. მიიღეთ დიალაგი და იყავით თავდაჯერებული. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. ქართულ-ამერიკული კომპანია S-Cat Group Georgia ვაკანსიები ავტოკადის სპეციალისტებისთვის. კომპანიის ხელმძღვანელი ამერიკის ინტერიერის დიზაინერთა ასოციაციის წევრი მიხეილ ცინაძე. სამუშაო ადგილები მათთვის, ვისაც აქვს არქიტექტურული და საინჟინრო მუშაობის გამოცდილება და ფლობს პროგრამა ავტოკადს. S-Cat Group Georgia. შეხვდი ახალ წელს მომზადებული. გაზრდილი ლიმიტი გრძელვადიან სეცხზე 10,000 ლარამდე. ახლა უკვე 24 თვემდე ვადით. კრედიტონჯი გილოცავთ შობა ახალ წელს. მამა ჩემს 3 ბავშვების მეგობარი ყავდა. მახსოვს სათევზაოდ სულ ერთად დადიოდნენ. დიდი ხანი ერთმანეთი არ ვნახავთ. დაბადების დღეზე სათევზაოდ წავიყვანე. ბავშვი თუ ხაროდა, მაგრამ მთავარი სიურპრიზი ჯერ წინ ელოდა. შენი ცხოვრების ისტორია. ზედაზენი. აბარა. გახველებს მიიღე პულმოლანი. პულმოლანი ათხელებს ნახველს და აადვილებს ამოხელებას. პულმოლანი ეფექტური ამოსახველებელი საშუალება ნებისმიერი ასაკისათვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ცდილობთ სიმპტომების დამალვას. თავს უხერხულად გრძნობთ. მიიღეთ დიალაგი. დიალაგი ამცირებს ნაწლავებში აირების დაგროვებას და ხსნის მუცლის შებერილობას. მიიღეთ დიალაგი და იყავით თავდაჯერებული. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. გაციებას, გრიპს და ალერგიას თან ახლავს სუნთქვის გაძნელება. ქსილომარინი მოგიხსნით შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს. ქსილომარინი ისუნთქე თავისუფლად. გამყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. მაშასე ხალხო, ბატონი კონსტანტინე და ბატონი ცოტნე გამსახურდები გახლავან ჩვენთან სტუმრად და პრინციპში მართლა დილემის წინაშე ვდგებათ ხალხო და მე ხა ის მახსოვს იმისი რა ქვია პროცესები დაიწყო პირველ ხანებში 907 წელს ამ ილიას უყლელობასთან დაკავშირებით თითქმის მივიდნენ დამნაშავეებამდე და საბოლოოდ ბერბიჭაშვილს თუ არა ვსწრები 51 წელს მიუსაჯეს დახრეტა. ანუ მასში სტალინის ჭირდებოდა რომ გამოევლინა და ისა აქ ეს რაღაცა ინსტიტუტი არის რასაც თქვენ ამბობთ კონსტანტინე არ აწყობ ყველას გამომზეურება. იცით დავით რა შეასაქმე მან ბერბიჭაშვილში არ იყო საქმე. საქმეს გაასამართლეს ბოდიში კონსტანტინე ყაჩაღობისთვის გაასამართლეს ბერბიჭაშვილი. ეს ნარატივი შექმნა საბჭოთა წყობილებამ რომ ილია ჭავჭავაძე ან მოკლეს ყაჩაღებმა რომლებსაც უნდოდა ფული ან მოკლა მეფის ახრანგამ რომელიც პოლიტიკურად უპირისპირდებოდა მოღვაწეს და პოეტს ხო ეს ამ დროს ორივე ნარატივი იყო ალბი და ასაქცევი აი აქაც მაშინდელ სისტემასთან გვაქვს საქმე იმ სისტემის მემკვიდრეა ეს სისტემა კი ბატონო ეს არის მაშინდელი სისტემა პოლიტბიურო არა სოც რუსეთის ერთიანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტბიურო ის დაიმალა და პოლიტბიუროს დონეზე იქნება ეს გადაწყვეტილი რაც უნდა გავაკეთო კონსტანტინე რა კაია რომ გავახსენე სულ შევთხოვეთ ვიყავი ამ ზეგ ისევე როგორც ბოდიში ბატონო დავით როგორც ამ საქმეს პოლიტიკური მდგენელი აქვს აუცილებლად ანუ პოლიტიკური ნება არსებობს ამ ხელის დაფარების ამ შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლების და ბიზინა ივანიშვილის მხრიდან, იმიტომ რომ ეს კაცი ის ხო არ იყო
ვიღაც ხომ არ იყო რომ ხულიგნებმა პარკში მოკლეს თვალმა ხულიგნებმა არა პრეზიდენტი. აი სწორედ ილიაზე რომ მოგახსენათ, ესე იგი ეს უნდა გაესაღებინათ თითქოს აი ვიღაც სხვა რაღაც სხვა მიზეზი სინამდვილეში სოციალისტურმა ინტერნაციონალმა გამოასალმა სიტუაციას. და სწორედ ამ გზად გაროუშვილი რო იყო პროლეტ კურტელი პოეტი, მაგალითად როგორ ამთავრებს თავის ლექსს, რომ უთუოდ მართებს ილიას სისხლი ტყეში გახიზნულ ბღაჭიაშვილებს, ანუ ბღაჭიაშვილებმა მოკლეს ილია იმის გამო, რომ მან უღალატა სოციალისტური იდეებს, შრომის განთავისუფლების იდეებს. აი დაახლოებით ასეთ ვერსიას გვთავაზობდნენ. ბახში ჩატარდა პოლიტბიუროს ხტობა და იქ გადაწყვეტეს ილიას. ეს ბახზე მაღლა იქნება გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ბახში გადაწყვეტილი. არა, ლონდონი, რა თქმა უნდა, მოსკოვიდან წამოვიდა და მოსკოვიდან პეტერბურგიდან. იცი რა არის ეგ ისა კონსტანტინე და ცოტა მართა გევნები ახლა არჩევნებზე. ვიყავით და ეს მხარდამჭერებით რომ ასე ძახენათ კრიმინალები და რაღაცნაირი ტიპები რომ იდნენ ბიურეტენების დასაცავად ვით. მოგუჩეს ბიჭები. ხო, და ეს ჩემ უბანში ნახე რაღაცა ებისი აი დამრბევი რაზმი რო იყო იმის მეთაური. ხოთქი რა გინდა აქ მეთქი. ქვეყანას ვიცავ, აი ესეთი ხალხებს არ ეზერვებენ, ინახავენ, თორმე და მე მგონი აი ეს ავტორიტარები იყო ქუჩის ბიჭი და გახდა სამოქალაქო აქტივისტი. პოლიტიკური აქტივისტი, უბრალოდ ეს მხედრიონის პერიოდი მომაგონდა უცებთ. არ დაგავიცდეთ ცნობილი დევიზი ჯორჯ ორუელის 1984-ის სუპერ სახელმწიფოსი, ერთ-ერთი დევიზი უმეცრება ძალაა, პირდაპირ. ამას იყენებს ნათელი მაგალითია დღევანდელი და ზუსტად მაგალითია. და ეხლა თქვენმა ძმამ ცოტნე რომ ესაა რა ანოხრანკასან იმას იყენებენ ყაჩაღობას ზუსტად თქვით. ყაჩაღობის გამო დახვდით ეს ბერბიჭაშვილი და სტელასთან ვიყავი ამ ციცაბურთან იქ წერია 26 მეზის ბარელიეფია. ნეფის ოხრანკის ემისიო ბრძანებით იქ რა მოგულია. ორივე წადი და ნახეთ გას გამაოგნებელი. რა თქმა უნდა. აი ესე წერია, ესე 26-27-ში დადგეს ეს ბარელიეფი. მეფის ოხრანკის აგენტები. დღესაც წერია. ეს არის 37 წლის ნარატივი, რომელიც დღემდე წერია, რომ მეფის ოხრანკის. აი ეს არის და ახაც რაღაცა უნდა, აი გადამალვა უნდა აშკარად. ილიას ლენის და სტალინის მოხსნეს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ზუსტად ლენის და სტალინის მოხსნეს პასუხისმგებლობა და ილიას მკვლელობაც არის გაყალბებული. ეხლა აი მე ჩემ სუბიექტურ აზრს გეტყვით ხო, რომ აი იდეაში მართლა უნდა გაგრძელოს. მე არ ვიცი ეხლა ისე კარგად შეამკეთ ეს ტუფით აშენებული საშინელი შენობა. აი მენტალობა არის ეს სხვანაირი ადამიანების ზიანი, აი ქართველები არ არიან თითქოს აი მე არ ამგონია ადამიანები მართავენ ახლა იქ უმრავლესობა ვინც ზის მე ახლა შორს ვარ მაგრამ ყველას დემონიზაციისგან იქ უმრავლესობა არის მორჩილი უმრავლესობა თვითონ სისტემაა იქ ვიღაცები მართავენ ეს შეიძლება არც იყოს საერთოდ მთავარი პროკურორის ადგილას ვინცაა გესმით ეს კულისებიდან ვიღაცები მართავენ ინარჩუნებენ ამ სისტემას ამ სიბინძურის უკან ესე ვთქვათ ეს რაღაც ბნელი ხელები და აი რაც ახლა კონსტანტინემ თქვა რომ შევარნაძემ რო გადააბარა მიშას ეთქობა რაღაცა პირობები გაიწყება შევარნაძემ რო გადააბარა ბატონო ჩემო მიშას მე მაშინ მახსოვს სწორედ ჯორჯ ბუშის მიმართვა ჯორჯ ბუში უმცროსის მიმართვა მახსოვს ეს იძებნება კიდეს ეს ინფორმაცია უბრალოდ ახლა ამ სუთასთან არ ამობს რომ მიმართვა რომ ახალი საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი რომ ამ კაცს ეკუთვნის დიდი დამსახურება სოფლიო პოლიტიკაში ამ ქვეყნის განვითარებაში საქართველოსზე საუბარი და რამდენად განავითარა მოგეხსენებათ გესმით და ეს იყო სიგნალი და გაფრთხილება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისათვის რომ შევარდნაძეს არ შეეხო ახლა მე ჩემი მოსაზრება მაქვს თავად ბუშების ოჯახზე და მათ როლზე სოფლიო და ამერიკულ პოლიტიკაში და ეს იყო უბრალოდ ერთი რაღაც დიდი გლობალური მაფიის ნაწილი თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ახლა ამერიკაში მთელი ამერიკა ამ ძალებს ეკუთვნის მაგრამ ეს იყო სწორედ იმ მაფიის ნაწილი რომელთანაც საერთო ენა გამონახა შევარდნაძემ და მე მახსოვს მაგალითად აი როდესაც სახელმწიფო მინისტრი ამ მაფიის სახელმწიფო მინისტრი ჯეიმს ბეიკერი ჩამოსული ბრძანდებოდა თბილისში და 200 მეტრში ხრებდნენ და ზაღლებს უსებდნენ ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებს და 200 მეტრში იქიდან რესპუბლიკის მოედანზე ეგრეთ წოდებულ ანდროპოვის ყურებთან ესენი იდგნენ და ულოცავდნენ შევარდნაძეს დემოკრატიულ განვითარებას. აი ეს იყო ჩემო ბატონო. ეს პრობლემა გვაქვს უბედურება ბოდიში კონსტანტინე უბედურება ის არის გესმით რომ ვერც ერთ თავმოყარე და განვითარებულ ერს იქნებოდა ეს დაუშვათ აი მოვიყვანოთ მაგალითად პატარა ერები ფინელები შვეიცარიელები დაუშვათ კიდე ვიზე შეიძლება საუბარი ჩეხები
ებრაელებზე საერთოდ საუბარი აღარ არის. ვერავის ვერ აკადრებდა ვერც ჯორჯ ბუში უმცროსი და ვერც ისა, რა ქვია, ფრანკლინ რუზველტი ვერ აკადრებდა მსგავს შეუძლებს. ჩვენ ეს ვიკადრეთ და ჩვენ ეს ავიტანეთ. აი გატრაგედია. ამას მოჰყვა და კიდევ მოჰყვება მრავალი, როგორც მოგახსენეთ, გირგვლიანი, მაჩალიკაშვილი, სარალიძე, გამსახურდია ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს ჯორჯ ბუშმა ბრძანა რომ დინების წინააღმდეგ მიდიხართ. ეს კიდევ ცალკე თემაა, ახლა ეხლა ფაქტიურად ხო დინების წინააღმდეგ მიდიხართ. მე სოლიდარული ვარ თქვენ და მე გულწრფელად გეუბნებით, მეც მაბრაზებ, რატო არ უნდა იყოს გარკვეული? რა არის გაწირონის 4 თუ 5 კაცია თუ 6 იყო. მით უმეტეს რომ მათი მფარველი აქ არ არის 4 და 5, მაგრამ მათი მფარველი იქ საკუთარ ბოსტანში დაასაფლავეს, ხო? ეს გასაგებია, ის აღარ არის. მაგრამ ამათაც კი ამ სისტემა არ წირავს თავის ლეკვებს, ეს თქვენ და კონსტანტინე. მოდით მაშინ აი ყველაზე მთავარზე შევჯერდეთ ცოტნე და კონსტანტინე, მე მგონი ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს ეგეთი ბნელი და ცუდი რაღაცები, დამალვის ტენდენცია. ეს უნდა დამთავრდეს, ჩვენ პატარა ერი ვართ, სამნახევარი. ეს შავბნელი შენობა ჭირდება სწორედ ავტორიტარიზმის გასაგრძელებლად. ავტორიტარიზმია პრობლემა თორე, რატო უნდა იჯდეთ თქვენ? საკის ხალხი ვარ, სამივენი არა ვარ, ბავშვები, მე შემზარა რო გავიგერო შიმშილობდი და არ შეიძლება არა ხაცოე და სიცხველია საბჭოთა პროკურატურის ეს არის თქვენ ხო პირველი პრეზიდენტის შვილები უკიდურეს სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხართ და შიმშილობთ რისთვის რომ დამთავრდეს გამოძიება. მაგათ არ უნდა ეძინოთ წესი. არა, ნუ მე აღშფოთებული ვარ, გულწრფელად გეუბნები და მე გავიგერო ჩემო საინფორმაციო სუფროსმა მითხრა რომ ოფიციალურად არავინ არ გეკონტაქტება თუ ეს აღამაშფოთებელია. მათ სადეს ასე ვთქვათ გასაუბრება ჩვენთან, მაგრამ ჩვენი ადვოკატი ისედაც ხვდება მათ ყოველ კვირას და სათქმელიც არაფერი არ ქონდა. ხო ისე იგივე ძველი უნდა გაემეორებინათ, ისე ძველი ბაიათები უნდა გვესმინა რა და ყოველ შეხვედრის ჩაწერა. შეხვედრის ჩაწერაზე მითხრეს უარი. ხო ნიშანდობლივია, ესე იგი დასამალი აქვს რაღაც, ხო მე არავისთან დასამალი არაფერი. არა, აქ როგორ არის, იცით და ეხლა მე მინდა ცხადყო მაინც ჩემი პოზიცია როგორ არის ხა მე 14 წელიწადი ვიცხოვრე ევროპის ყველაზე დემოკრატიულ და ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, ეს არის შვეიცარია. იქ მე მუშაობდი იუსტიციისა და პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე წელიწადი მომიწია მუშაობა. როგორ არის იცით, აი რომ შეადარებთ. იქ ახლა ეს ღრმა სახელმწიფო, ხო, ეს deep state, რასაც ქვია, რა, ღრმა სახელმწიფო, თავისი ძალიან უსიმპატიო მხარით, ხო, საშინელი შეიძლება იქაც არის. ოღონდ თქვენ ამას ვერ იგრძნობთ იქ. და ის არის სულ სხვა დონეზე, რა თქმა უნდა. ჩვენ მასთან შეხება არ გვექნება. ამის მუხლუხოები არ ხრესენ იქ ადამიანებს. ჯერ ის არის ბევრად უფრო განათლებული, ბევრად უფრო ჰუმანურია, ჰუმანიზირებულია. შეიძლება არც იქ არ უნდოდა ჰუმანიზირება ადამიანის ბუნება ყოველთვის ეწინააღმდეგება ამას. მაგრამ იმიტომ რომ იმას დემოკრატიული ინსტიტუტები აკონტროლებენ, ჩემო კონსტანტინე და აქ კიდევ ერთი კაცის ხუშტურზეა მორგებული ქვეყანა. ზუსტად ასეა. ხო და აი რო შევადა და აქ ახლა როგორ ხარ ჩვენ მე მას კი არ ვამბობ რომ აქ ვთქვათ ბოროტი ადამიანების არა რა თქმა უნდა ადამიანების ყველა რო დაკითხო ახლა ამ შენობაში რო კითხო გინდათ თუ არა გამოძიებული იქნეს ეს საქმე რა თქმა უნდა ყველა გეტყვის რომ გვინდა მათ ახლა ბოროტება კი არ უნდათ მაგრამ ისინი არიან მოქცეულები აი რაღაც ჩარჩოში სადაც ისინი თავის არს ვერ ამჟღავნებენ, არიან ძევლები ფაქტიურად. სამართალი. არა, ესეც არის. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, პირადი პასუხისმგებლობა და ეხლა ეს მე მახსოვს, ბოდიში თუ საშუალებას მომცემთ ერთ კარგ პასაჟს მოვიგონებ. იყო ასეთი ებრაელი გერმანული წარმოშობის, უბრალოდ ებრაული წარმოშობის გერმანელი თუ გნებას პირიქით ჰანა არენტი, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ბანალურობა ბოროტების, არა? ბოროტების ბანალურობა. და ჰანა ესწრებოდა ჟურნალ ნიუ-იორკერის კორესპონდენტის სტატუსით, ესწრებოდა 40 რომელი წელი იყო, 47 წელი თუ არ ვცდები. კორესპონდენტის სტატუსით ესწრებოდა მას ადოლფ ეიხმანის პროცესებს იერუსალიმში. მოგეხსენებათ ეს ეიხმანი დაატყვევეს ებრაელებმა, ჩაიყვანეს იერუსალიმში, გაასამართლეს და დაწვეს ჰოლოკოსტის. დაწვეს კი არ ხო, ჩამოაღწიეს და დაწვეს. მისი გვამი. ხო და ჰანა არენტმა დაწერა ასეთი რამ, ესე იგი ამ თავის გაზეთისთვის და თავის მემუარებში, რომ ესე იგი ეს ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი ბურჟუები. ბურჟუები კი არა, ბიურგერები უბრალოდ.
გესმით? აი, არ ყოფილა აქ არავითარ რაღაც ესენი არც ანტიქრისტეები ყოფილანო, არც ის რა ქვია, ანტიქრისტეები კი არა, უბრალოდ რაღაც ესე იგი რაღაც ბიბლიური მონსტრები ყოფილან. ესენი არ ყოფილან რაღაც უჩვეულო, რაღაც მანიაკალური ნებებით შეპყრობილნი, გესმით? და სხვათა შორის ჰანა მაშინ გახდა კრიტიკის ობიექტი როგორც ორთოდოქსული ებრაული საზოგადოებისგან, ისე სხვები მეორე მხარისგან ასევე, გესმით? და ანუ რაშია საქმე? მე ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი ცხოვრების მანძილზე, ეს იყო სამოქალაქოს არ უწოდებ უბრალოდ ამ ჩვენი ოკუპაციური გადატრიალების დროს თუ შემდგომ რაღაც ციხეში და ხურულ სისტემაში მე ჩემი თვალით მაქვს ეს ნანახი, როგორ საშინელ მონსტრად იქცევა ადამიანი, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა. ამის შესახებ ახლა მრავალი ექსპერიმენტია სოციალური ფსიქოლოგიაში ჩატარებული, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, გესმით? მაგრამ აი ჰანა არენდმა მოგახსენეთ ესე იგი ბოროტების ბანალურობა, ანუ ესე იგი ამ ენით აღუწერელ ბოროტებასაც კი ჩვეულებრივი, აი თავის საქმის ბწყალებში, თავის საქმის გამკეთებელი შემსრულებელი ჩინოვნიკები აკეთებენ. სხვა შორის, აი მე გავაკეთე, ვიტყოდი ერთ რაღაცას, რომ ეს თქვათ კი, ეს რა თქმა უნდა ნამდვილად ასეა, როგორც ანა არენდს აქვს აღწერილი, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა ცხადია ამათ დონეზე არ არის ცხად. მე ამას ნამდვილად არ ვიტყვი 100 წელი, რომ ესენი იმ დონეზე არიან. არც გაქანება აქვთ მათ, არც სიბოროტე აქვთ მაგრამ მაგ მასშტაბის, მაგრამ შეიძლება თავისუფლად გავავლოთ პარალელი მაგალითად რუსეთის სისტემასთან. თავისუფლად შეიძლება გავავლოთ პარალელი არგენტინის, აი გენერალი ვიდელას სისტემასთან, ან თქვათ ჩილეს სისტემასთან, პინოჩეტის დროინდ. რუსეთს ერთი კარგი ანდაზა ამაზე გამახსენდა ბლაგიმი ნამერენიები ვიმაშენა და როგავარ. ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი სრულებით არის მოკითხული. ესა გვახა და ხა მე არ მინდოდა კონსტატირეს და თორე ხა ის მართლა ადოლფ აიხოვანამდე დიდი ხანი ასენი ვერ მივლენ. კონსტანტინე, აი აქ საფას ახლოს მიწა უყიდიათ პროკურატურის ბიჭებს და გოგოებს. ხო და შედეს. აიწვეს ცხოვრება. იცი და აიწვეს პროკურატური მეტყი ზაბა 700 დოლარი დაუჯდა თუ არა საიდანაც რაც საიდან აქვს პროკურატურის ბიჭებს და გოგოებს ამხელა ფული რომ ახალგაზრდები არიან ზოგადად 40 წლამდე არიან ეკა მე კორუფცია გიგვირს შემოდავი. იცი რა შეერბინები აქვთ ნაყიდი კონსტანტინე და ეგ არის იცი და მე ხაი ვაანალიზებ ხა თქვენ კი კარგად აღწერეთ ეს შვეიცარიული დახვეწილი და რაღაც ფილიგრანულად დაზუსტებულად რომ აი არ ჩანს არა როგორები იყვნენ მე მახსოვს ის თანამშრომლები და მუშაკები როგორები იყვნენ სხვათა შორის ერთი რამეს შევატყვე მე ვაქციე ყურადღება რომ მათ შეეძლოთ ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება იმ რგოლის დონეზე რა რგოლშიც იყვნენ. ანუ ის არ იყო რომ ყველაფერს უთანხმებდნენ ზემოთ. იყო რიგი გადაწყვეტილებებისა, რომლის უფლებამოსილებაც მათ ჰქონდათ, მიეღოთ. აი ხლა ამ შემთხვევაში ხო? უფლებამოსილებების განაწილება, რა თქმა უნდა. აი ეს გამომძიებელი ხა ვინც ჩვენ ამ საქმეს კურირებს არა და ვინც ეს თვითონ მიიღებდა შვეიცარიაში გადაწყვეტილებას და შვეიცარიაში აბა ერთი შეკამათებოდა ვინმე. იცით რატომ შემობატონო? იცით იმიტომ რომ იმ გამომძიებელმა იცის რომ მან რომ კანონი დაარღვიოს, იმას ხვალდაზე ის ზემდგომი ვეღარ უშველს. იმიტომ რომ იქ არის გამართული სისტემა. აი, შენი პრობლემა ამაშია და მე მართა და აქ არის როგორცაც ემსახურები მონასავით ბატონს, ბატონი მოიღეს მოწყალებას და შენ რომ რამეს დააშავებ, ყველაფრისგან გაგათავისუფლე. აი, წეგან საუბრობდით ბატონო დავით, ეგრე როგორ აქვს ეგ ნაძირალა არაკაც თემურ მღებრიშვილს, რომელსაც ქალების ცემის მეტი არაფერი უკეთებია ცხოვრების მანძილზე, დღემდე 9000 ლარიანი პენსია თვეში. მაშინ, როდესაც ჩვენს ვეტერანებს, ესე იგი იგივე ჩვენი ტერიტორიული კლიანობისების მებრძოლ ბიჭებს აქვთ, რა ვიცი, 50 ლარი აქვს. აღვეწინებენ იმასაც მოვეწინებენ. იმასაც აღვეწინებენ და ამ ნაძირალას მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას. რომელსაც ქალების ცემის მეტი არაფერი უკეთებია 9000 ლარია. საბაგეროდ რა არის კონსტანტინე და ზვიად გამსახურდია ჩამოსვენება. ეს იყო დამარხვა ყველა ამბნელი ძალებისა. ეს იყო გრანდიოზული რამე გაოგნებული ვიყავი და უყურებდი და მთელი რუსთაველი გაჭედილი ხალხი ჩუმად მოდიოდა. მამაში სააკაშვილის როლი ძალიან დიდია, მართლაც არის სააკაშვილის დამსახურება. მაგანაც სათავისოდ უნდა და გააკეთება, მაგრამ ხალხი რომ დუმილით შეხვდა და ცოტნე
ვიცი ფაქტურად ცოტა ეს იყო შედევრი, ეს იყო გრანდიოზული გამოხატულება ქართული ხალხისა საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი და ეს ღრღნელები და არარაობები შეიძლება მართლა ის იქნა შეგიბორკონ ხელფეხი და ვერ მიაღწიოთ ამას, მაგრამ მაინც ადრეთობიან გაირკვევა ყველაფერი და თქვენ რასაც ითხოვთ მინიმუმზე მინიმუმი არის. აი ესე მწდებათ რა უნდა და ამის საქმის ბოლომდე მიყვანას. გამოსაზრებელი უნდა გამოიზიოთ. თქვენ არ გააკეთებს ხები. როგორ ხდება იცით აი მე გეტყვით მოდი ახლა აბსტრაქტული საუბრებიდან ძალიან საინტერესოა ჩვენი საუბარი. მაგრამ აი კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვებით რა ახლა რამდენადაც გვექნება ამის საშუალება. აი როგორ ან არ კითხავენ საერთოდ საკვანძო მოწმეებს, ან კიდევ ითხოვენ, აი მაგალითად ახლა ბოლო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი შეიძლება ითქვას, KGB-ს ყოფილი ოფიცერი, საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ჯილდოს მიმღები ოფიცერი, რომელიც შემდეგ უკვე შევარდნაძის იმ ძალადობრივი პროცესების და შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ ჩამოიყვანეს საქართველოში, გიორგაძემ ჩამოიყვანა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ესე იგი ეს კაცი დაკითხეს, უბრალოდ ეს არსება დაკითხეს ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. მიუხედავად ჩვენი დაჟინებული მოთხოვნებისა და ჩვენი ადვოკატის მათთან კომუნიკაციის. შემდეგ დაკითხვა როგორი მანერით წარიმართა, იცით? თქვენ მოკალით ძველ დამსახურდია. რა თქმა უნდა, მომცხრა არა. და იმას რომ ეთქვა კი, მაშინ იტყოდნენ რომ ეს შეურაცხადია, ეს გიჟია. აბა ამისთან არ ამეს ჭკვიათან ყოფილი კაცი თავისთავად აიღეს. ანუ ეს მიდის იმ მანერით რომ მაქსიმალურად გააჭიანო რომ გაიყვანონ დრო და ეს საქმე დაიხო. აი, კაი ვირეშმაკები არიან. არა, შეგეგი ნაძირალები არიან. და თქვენ, არა, მე პროკურატურის მუშაკებზე ვიზახ ვირეშმაკები. მე ვეთანხმები იმ ნაძილობასაც და კრაზანას ბუდია რა საბოლოო ჯამში და ცოტა და კონსტანტინე მართლა სოლიდარული ვარ და მე ყველას გეჩათ, ხალხო გააცნობიერეთ რა. სანამ ამ საქმეს ესე თქვა საბოლოო წერტილი არ დაესვა. საქართველოს დემოკრატია არ იქნება. ო, საჭიროა ამ დაგვარ საქმეს. ყველაფერი უნდა იქნას გამოწეული. თუ გვინდა რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვიყო და არა ვარ დემოკრატი. მე ვეთანხმები ცოდნას ავტორიტარული მმართველობა გაქვს, მეცსაზღვრე და ოლიგარქიული მმართველობა ყავს და ეს შეხამდე მიგვიყვანს ამ დღეების ესე თქვა მაგალითებიც ამას მეტყველებენ. მალავენ სავროდენს უნდა დამალონ ის ხალხი. არ არის, ნუ მართლა საშინელება იყო. მასთან ერთად დროს აღარ აღჭება, მაგრამ არ შეიძლება ეს ხალები ეს აი 30 წელია სუეს ხალები არიან კომისიებში. ყრიან და ნუ ეგეთი არჩევნები აღარ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ნამდვილად. მე არ ვიცი, მართლა მწყდება გული, რა თქმა უნდა იქნას თქვენი ოჯახის დრამა და საქართველოს დრამა ბოლომდე მიყვანები. ვინაი ვიღაც KGB-ს გენერალია თუ პოლკოვნიკი ჯანდაბავდეს გაქონია კაცო. მე გუშინ მივმართე საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. და თხოვე ჩარევა ამ საქმეში, რამდენადაც მან გააკეთა განცხადება და მე ვეყრდნობი სწორედ მის გაკეთებულ განცხადებას. ეს კარგი გეკითხიათ, მაგრამ ვინ ეკითხება სალომეს? ისა თოჯინა მეტი კი არაფერი არაა ქართულ პოლიტიკაში ეს კალი. აფრის გამკეთებელი მაგიც არა, არც პროკურატურა გააკეთებს. ალბათ ღმერთის ნება არის, რომ ამაზე საფიქრალად თქვენ აგერ აქცია დაიწყეთ 4 დღის. მე პირადად ძალიან განვიცადე, რომ გავიგე პარასკევზე უბრალოდ შეთანხმებული ვიყავი, მელია უნდა მომეწვია, თორე სიამოვნებით მოგიწოდით. ძალიან კარგი გააკეთეთ, უბრალოდ ჩემი პირადი თხოვნა არის, რომ იშიმშილონ თვითონ რა. თქვენ არ იშიმშილოთ, ხალხო, მართლა გეუბნებით რა. აქცია ჩაატარეთ იქ, აი და ასაკში ვართ, იცი, სორნა და კონსტანტინე, შეიძლება თვალის ხედველობა ისე დაგივარდეთ, რომ მე ეს ვერ წაიკითხოთ ვერაფერი. გავხდით თქვენს ჯანმრთელობას. იმათმა იფიქრო რა თავიანთ იმპაქტებზე და ინსულტებზე. თქვენ, ნუ ორგანიზმს ნუ ავნებთ. ყველაფერი კარგად იქნება. არა, კი, მაგრამ იცით, მადლობა ყურადღებით. არა, მე ვთვლი რომ აი რატომ უნდა იშიმშილოთ? არა, ციხე არ არის საქართველოს ჯერჯერობით კიდე კაი. ციხის კონტურებს გიხატავენ, მაგრამ არ იქნება რა ციხე საქართველოს და ვიბრძოლოთ. მე სოლიდარული ვარ აი კონსტანტინე ცოდნე რა დონეზეს თქვენ ამ პროტესტებთ იმ დონეზე გიერთებით მეც. ყველა კარები უნდა გავაღოთ და უნდა მივაკვლიოთ. პირველი პრეზიდენტი იყო, ერთადერთი იყო, რომელმაც პატიოსნად მოიგო არჩევნები. არ მინდა პათეტიკა, მართლა საყოველთაო სახალხო ის იყო არჩევნები. და ეს პირველი პრეზიდენტი ის ძალიან ვერაგულა და საკულად გავინადგურეს. მიუღებელია, ნაციისთვის არის შეუფერებელი ესეთი ფინალი. სოლიდარული ვარ, გულსხმელად გეუბნებთ, უბრალოდ თქვენ რა გზებს აპირებთ და რას აპირებთ ახლა 31 დეკემბრამდე თუ ესე აგზელებათ.
რა მგონია რომ ეს დაამთავრა. თუ კი დაუშვათ ესე თქვა 25 წელი შესრულდა და ხელს ვიბანთო თქვენს რას აპირებთ მაშინ აი ამ შეკითხვით დავამთავროთ. ხვალე მიზრუნოს ხვალის. ეს გაჭკვიარული. რა თქმა უნდა არსებობს ძალიან ბევრი იურიდიული მექანიზმი, რომლებსაც ჩვენ კიდევ არ დავასახელებთ. ჯერჯერობ რა თქმა უნდა რეზერვში არის. მაგრამ არ შევწყვეთ და არც არაფრის განსაკუთრებულად არაფრის იმედები. ამ მსგავს ნაბიჯზე რომ მიდიხარ მოგეხსენებათ იმედი გარეთ უნდა დატო. ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება იქნეს მოფიქრებული და ამას საზოგადოებას თანდათან ვამცნობთ. მე ვფიქრობ რომ ცხოვრება არ თავდება ამითი და როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს კიდევ ექნება ფრთეები ამ წუთისოფლის ჯარასა. ეხლა გავახსენდა ნაპოლეონის სიკვდილი და ალბათ შენსაც ცნობილია და თქვა გეგეწოდინოთ მაყურებლებს მინდა უთხრა რომ კოჭის სკოლი ქონდა აუტანელი ტკივილები ქონდა და ეხლაც კი გრძელდება ესე თქვა კვლევა რომ რაღაცა სულსაც აძლევდეს სადაც ის იყო დარიშხანის შემცველობა მაღალი და წმინდა სანტა ჰელენაზე. ჰელენას კოძოზე და აი წლები გავიდა, უნდათ რომ ინგლისელები პათოლოგიურად ვერ იტანდნენ ამბიცსა და უნდათ რომ ის მეხსიერებაში არ ქონოდათ ფრაგებს. ხო გადაასვენეს პარიზში. ოი ნაპოლეონმა დიდი საქმე გააკეთა და ის პარიზელების სიამაყე არის და მე არ ვიცი, არ მეგულება ისეთი. ხო, ამაზე იფიქრონ ჩვენს შემდეგ 200 წლის შემდეგ თუ იარსებებს ეს ქვეყანა. აი ჩვენმა შთამომავლებმა იფიქრონ და ეს დღეს ჩვენს გვერდით არის მსგავსი საქმეები კიდევ ერთხელ ვთხოვთ ისტორიულ ჭრილში ამ ყველაფერს გადავიყვან რადგან ამ გარეწრებსაც ეს უნდათ ამათ მინდა შეუძახო რომ არ დავიცდება ხალხს პირველი პრეზიდენტი და ნუ მალავენ საქმეებს არ უნდა დამალავენ ქმედითი და აქტიური პროტესტის გარეშე არაფერი გამოვა არც ამ და არც სხვა საქმე სისტემა არ წირავს თავის ლეკვებს აი მე ამ სისტემის შესვლას ვაჟებს მე ისე მეკვეს და ბრაზდები კიდევაც შევარდაძეს და გაშვების სინას უყალა ვიზახტის სისტემა უნდა დაიგრეს. ამიშას გაშვების სინას ვიზახტის სისტემა. ეხლა ამაზე ვიზახტის სისტემა გვანგრევს პირიქით. ამ დროს აი მე არა ფასადები ინგრევა დავით ფასადები ინგრევა სისტემა რჩება უდაბეს ტოებენ დავანგრევს სისტემა ღიებს უკუნისად ცოტა ძალიან ბევრი ხალხი ვარ კონსტანტინე ბევრი ხალხია ვისაც უნდა რეალურად სისტემა შეიძლება ირონიულად ვამბობ რა თქმა უნდა საფრანგეთში რამხელა ალია ხოთიალტა მაკრონი დასმულია რა დედოფალი ვითამაგუბედურის როჩილდებმა დადეს იქ პარიზში ხო აუჯან და ხალხი არ არის ესე რა ყველას გონია რომ ეს სისტემა უძლებელია ძალიან ადვილადაც დაინგრევიან და შეიძლება საფრანგეთთან შედარებამდე ახლა ბევრი გვეკვირდა ვაჟკაცები არიან თან არც ერთი პარტიის სახელით არ გამოდია ხალხის სახელით გამოდია და ის მაკრონი მახსოვს 10 წლის უკან არც დესტრუქციული ელემენტებია ძალიან სერიოზული ხალხია ვინც გამოდის 10 წლის უკან მახსოვს მე ტაქსის მძღოლი პოლიციამ როგორ მოგლა ტაქსის მძღოლი უდანაშაულოდ ლონდონში და ეს ტაქსის მძღოლი არც ყოფილა ინგლისის მოქალაქე შავკანიანი ტაქსის მძღოლი მოქალაქეს არ ყოფილა მას უბრალოდ ეს ბინადრობის მოწმობა თუ რაღაც ასეთი ჰქონდა ინგლისელები გამოვიდნენ და მთელი ქალაქი გადაწყვეს როგორ გონიათ ახლა ხვალ გაუბედავს მსგავს მოქცევას იქაური სამართალდამცავი ორგანო არა, სხვადასხვა ეს საფრანგეთის ეს პროტესტები ძალიან სერიოზული და სოლიდური ხალხია. მაგური ხასიათის დემონსტრაცია. ასენი არც ერთ შემთხვევაში არ არიან ანარქისტები, არ არიან რადიკალები. ეს არის ფაქტურად შუაფენის პროტესტია, რომლებსაც თავისი გარკვეული ხედვები აქვს. მოქალაქეების პროტესტია. და არა დესტრუქციული ელემენტები. თვითონ წაღებულია თითქოს პუტინის მიერ დაფინანსებულია და ეს უკვე არის მონოკაუზალიზმი ქვია ამას, როდესაც ერთ მიზეზით ცდილობენ ყველაფრის აღსებას. გამართლება, ახაც ეგრეა. ტრის ხატის შექმნა ბანალური. რაღაცას რედუცირება ხდება, აი შემცირება ხდება რაღაც ერთ მიზეზზე. ყველა უნივერსალური მიზეზია, ანუ ყველგან ის. აი კონსტანტინე ცოტა מחარებს რომ თქვენს ესევე ფიქრობთ როგორც უნდა ფიქრობდეს ყველა ევროპელი და ყველა განათლებული. ვინც აი თავის ღირსებას იცავს, ის არ უნდა ეგუებოდეს სისტემის უყურებობას. უნდა დაიშალოს ის და უნდა ღირსება უნდა ჰქონდეს ბატონო დავით. აი გვაქვს ქართულ ნაციას არ გვიპრესავს ყველა ხელისუფალი, მაგრამ ამასაც მოუვლით. მართლა მაიხარი ხართ რომ ჩემი სტუმრები ხართ, წარმატებული მინდა იყოს თქვენი ბრძოლა შედეგიანი მინდა იყოს და აი ამ პროკურატურის ჩემთან სამწუხაროდ აქვე ხართ მეზობლები. ცოტა სხვა კუთხით შეხედეთ ხალხო, ცოტა არ დაიდოთ რა.
ცოდვას ვაჭრებს ყველას ხდება წინ, ბევრისგან მომისმენია და საშინელება მოუმზადა აგანგება, ვინც ბოროტ საქმეში ხელსაფარებდა უფრო დიდ ბოროტებას. იფიქრეთ ამაზე. მადლობა, რომ ესწრებთ. დიდი მადლობა ხალხო, რომ გისმენდით. ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.